ბასტოფი ვერ მიპოვეთ. ოცნებას კაცი არ მოუკლავსო. ხახ, რა მიწამ? დავკარგეთ პაპაო. აი არის, აია, მაგ ლახარი, აი. ლიკას სადღაც თაზე დავკარგეთ. მთელ ვლოგში იქნება ტუები. ვერაზროს ვერ გავიგეთ. დავკარგეთ ლიკა. დავკარგეთ ლიკა. აი გზა მაინტერესებს რეისი ტაიმ ლაპსი არის ანუ ლიკა ჩამოგჩა და ახლა გვეძებს სად ვართ. კარგი ვითხოვებ ეგეთ ბოროტებიც არ ვართ. ნიკა მიაკითხა ლიკას და წამოვიყვანეთ და აქ არის ჩვენთან ერთად არის ნერვიულოთ. როგორც იქნა ჩვენ 4-დან ერთ-ერთმა აი ხტინა უცნება და იყიდა ის რაც უნდა და ეს არის ტიპა შემოვიდა უბრალოდ რანდომად და ეგრევე იყიდა და მე კიდე შარვლებზე დავჭე ხა ნიკა რომ ნიკა მისქნას რა ნიკა შარვლებზე რა შარვლებზე შენ იყიდე რაც გინდოდა ხო? კი. ლანამაც იყიდა თავისთვის ფეხსაცმელები. მე დუტიც მინდოდა. დუტიც იყიდა. ვიცოდი რომ აი ხტინა უცნება დავჭით მე და ნიკა რომელსაც მე მინდა მარტენსი და ამას უნდა შარვალი. მარტენს ადვარ. მე მინდა ჯინსი მეც, მაგრამ შარვა თუ ხო რას ამბობ? შევხვდები თუ არა და დავეკიდებ. ნუ ხომ არა გული ხوار დაგწდება. არა გაცრას წე. ჩვენ კი ახლა გაატარებს ფიქვია, ხო? free. Tax free? ფეხსაცმელი შეიყვანა ესეც მანქანაში, რომელიც 6 კვირის განმავლობაში წლისგან იცავს რა. ტვერისგან და ასე შემდეგ, აი. გამოიღეს. სულ რაღაც ღირდა 4 და 99, 5 euро რა. მაგრამ არა უშავს tax free-ით მაინც აინაზღაურებს. ამას ახლა გადავიხდი ბარათით. ბარათით უნდა გადაიხადო. და კიდე მჩება დაჟე ბარათზე 100 რაღაცა. ვაა. ისევ შოპინგით ვასრულებთ როგორც ხვდები. ნიკა რეიბანში იყო, ლანა ახლა არის ჯეოქსში. მშვიდობაში. ეს არის ამათი ოპერა. ლიკა შოქში ვყავს. და შოკილია ევროპის სილამაზით. არის საოცარი ქალაქი, დედაქალაქია, საოცარი. საით? რაღაცა ამაზობა იპოვა ნიკამ და მამუმ იყიდა თავისი საყვარელი ვანილის კოკა-კოლა, რომელსაც ეძებდა. არ დამილევია განსაკუთრებით პანდემიის შემდეგ, იმიტომ რომ ვერსად ვერ მიმოგზაურე და ბუდაპეშტში არისო. ბუდაპეშტში არის კილის ოღონდ და ბოლო დღეს ვყავით 2 ლიტრიანი, მაგრამ ახლა გასინჯე აწი. ნახეთ დღეს და ვანახე ერთი გთხოვრა არის ესეთი. არ მოგეწონა? ხადაობ? ცუდი არ არის, მაგრამ ესე რომ ვეძებო არა რა. ოკეი. ვანილა? კი. ზაიწყეს ახლა მამია ხალხა. ადგება და იწირებს. წავედი? That's actually good. ძალიან კაია. საით? ძირითადად ხოლმე რაც ევროპაში არ მომწონს და სადაც მიმოგზაურია, არის ის რომ ხალხი არის ზოგადად ძალიან ცივი. არც მადლობის თქმა, არც ბოდიშის მოხდა. არც წყალი, არც კიბე. გაიარე გენეცვალე, მოდი სიხარულო. მე კათხამიდე რა. კომბატი გოგო პირიდან. ნუ, кайხა. სამაგიერად საქართველოში ვიცით. მოდი შენი ჭირიმე შენგენაცვალე. მოდი ჩემო კარგო, შენ გეხუტე იმაში. ძალიან თბილი და სტუმართმოყვარეები ვარ მართლა. ყავი ქვემოთ მენიუს ვეძებდი და გამარჯობა მეუბნება ერთი მზარული რა და მე გამარჯობა. და მეთქი ალბათ მეტყვის რომ ან რამე ხო არ გაიგო ჩემი ის რომ აი ქართველი ხარ ან რაღაც და სოციალური ქსელიდან გიცანიო და მეთქი What? გაწიწული. ხო და მოკლედ ძალიან გამიხარდა. ჭამეთ, მოვჩით, ბედნიერები ვართ. ლანა მოგვიტყდა. ვინ არის რაღაც? ვაუ.
არა, გეუბნებ, ჯერ ხო ხალხის გენიუნებს ანუ. ყველა უნდა დავიძროთ სახლისკენ. ხო, წამო, მაგრამ ხოლმე ძალიან ბევრი უნდა ვიაროთ ხალხო და მირჩენია ხო. ჩუზუნას უყურებ ლიკა? აი? ვამ. ჭამეთ უკვე მივდივართ სახლისკენ. დავისვენებთ მოუწესრიგდებით და ხვალინდელი დღისთვის მოვემზადებით. ლიკა დაიღალე? აუ ძალიან. ნიკა დაიღალე? ჰა. ლანა დაიღალე? მამი დაიღალე? მადლობა რომ გითხარი რა. რა ვიცი კი. The next day. მამო გიხდება დიალა. მე და ლანას ვენაში ჩაგრავენ. ავა და სიგარეტიო ერთადო არავ სახლშიო, ამიტომ ჩადითო, ქვემოთო. ლანა, შენი აზრით რამდენი ნახვა ექნება ამ ბლოგს? აუია, გაბერილიას. გაბერილიას. დღეს კარგი ამინდი გვაქვს და რავი რა დღეს თელ დღე ვივლით, ვიბოდიალებთ, რაღაცებს გავსინჯავთ, შევჭამთ, კიდევ შევჭამთ, დავლევთ, კიდევ შევჭამთ. Club, another club, plane. ფოკუსი გინდათ? ფოკუსი გვინდა. Oh damn! ანუ მე რო კარგი პაპარაცივით დავყვევი ამათ რო ვლაპარაკობ ამაზე და ისინი მიდიან წინ გეგონება რაღაც დავალებული ვარ რომ ამაზე ვილაპარაკო. მოდი ისო გადმოვიდაცოთ ჩემზე. ვენ არის ძალიან ლამაზი და ძალიან მომწონს ლიკა. დღისით განსაკუთრებით მომწონს. აი ისე უკან დავბრუნდით და ყავა მინდა. ანუ მამი ყავა გინდა უკვე 5 საათია ვერ დაიცადე და ყალდალია დილით ანუ სახლიდან გამოვედი 12-ზე და რომელი საათია ხო ყავა მინდა ვიძახდი და 3 საათია ეხლა და ხვალდავლიო არა დილით დალია და ეგ არის რა მამის street food-ი არის ყველაზე საყვარელი საჭმელი ხო? არ მიყვარს ეს არ მინდა სტეიკი და პასტა ბოლონეზე და რა ის სოხნებიან შეხედეთ. კაია? აი რომელიც გინდა. ნუ ან რატო არ დაგველოდე? არ მოგეწონა მე გაიძანა სამწ არ მომწონს. ფოკუსია კარგია აი ზუსტად ეს არ მქონდა წინაზე გასუნჯული და ცუდია. როგორ მოგეწონა? სუჭამა ბოლომდე. ზაგებერია მე დამჭა მარილიანი კარამელი. მარილიანი კარამელი კარგია. You just ruining it. Oh man, you're just ruining it. მე იმათად დაგავარ მომიშალეს ნერვები. წამოვედი, იმედი არ შემხვდებიან არსად. ახლა მირეკავენ და სათხარ. შემეშოვი. აუ აქ არიან. ფუსი თვლიან. აი მამი თავი მომეჭრა ევროპაში გეგონა რომ ვიღაც ფუსს პარავდა. მე ნიკა მეთქი შეხა ვინმე ვარო პაროსკო და არჩო 400 ევრო მაქვს ვადრა ნაიკები მომეწონა მე 100 ევრო ღირს ფიქრობ ვიყიდო თუ არა მე არ მეყავ ოკეი. ახლა ხანს ვიყავი მაკდონალდსის საპირფარეშოში, სადაც შესვისას 50 ცენტს იხდი. თემატიკა ჰქონდა ჯუნგლები, ესეთი ჯუნგლებია საპირფარეშოში. ჩაშენებული აუდიო სისტემა. შეხვალ 50 ცენტს შაგდებ და გამოდი. შეგიძლია გამოიყენო ეგრე საპირფარეშო. ახლა ვართ მაკდონალდსში და ჩვენ სადაც ვხდებოდით იქ ვიპოვეთ AirPods-ი და ნიკა მადგა და ოსტატს უთხრა რომ ესე და ესეო ვიღაც დარჩაო AirPods-ი და ოსტატმა აიო ხო არიცოდა რა გაეკეთებინა მაგიდის გვერდზე იყვნენ ორი გოგო რომელმაც რაღაც უთხრეს არ ვიცი და იმ გოგომ შემდეგ სანაგვესთან დადო ეს კურსასმენი და შემდეგ ვიღაცებმა ჩამოიარეს როდესაც ნაგავი გადაყარეს გაუკვირდათ ეს რა არისო იმათმა დაუდეს მაგიდაზე რა ამათ ჩებათ კურსასმენი და ეხლა მე მიყურებენ ხვდებიან რომ მათზე ვლაპარაკობ და ვითომ განახებთ ამ ბურგერს რომელიც შევყვეთ გადავიდავთ ყურადღება ამაზე ხოლოდ ლიკა თუ შევყვეთავდა მაკდონალდსში ბაშლსი ლიკა ეს უნდა ჭამო და ამ დროს ჩვენ წემას სპეციალურად გავწყვეტა ვიდეო იმიტომ რომ მიხვდნენ რომ მაგაზე ვსაუბრობდი და წაიღეს AirPods-ი არავის არაფერი არ მოუკითხავს არავის არაფერი არ ახსოვს
და ესე დარჩათ ვიღაცის ყურსასმენები მაგათ. Okay. Tonight the music seems so loud. I wish that we could lose this crowd. Hi girl. Hi bitch. ხომ მივიდივართ ბრატისლავაში. დღეს მივიდივართ ბრატისლავაში ავტობუსით, რომელიც გადის 11:40, ახლა არის 11:30 და დაახლოებით 8 წუთი დაგვრჩა რომ მივიდეთ ფეხით. გონი ვაგვიანებთ. ისინი დარბიან. მალე. წითელზე გადავდივართ. მოვიდით. ჯონი მოვასწარით. გონი ჩვენ გველოდება და ახაც უნდა გვაყვანონ 40-ზე გავიდა. 39. ერთი წუთით მოვასწარით. ვისაგდებდნენ ისევ თუ არა მე. კარგია როცა არავინ არ მოდის შენთან დაგეუბნება ადიქიო. შენ უკვე ორჯერ აკაკდეს მე არც ერთხელ. აი ლიკასაც კითხე. ესეც ჩვენი ბრატისლავა. და საყვარელი არის რაღაც ვაიბები აქვს. ცუდი არ არის მომწონს. ესეც სასახლე. ძავალთ ახლა 2 წუთში და ახლა ნიკა მიღებს ფოტოებს და ვეუბნები რომ მეთქი ვითომ ვლოგში ვლაპარაკობ თქო და ეგეთი ფოტოები გადამიღეთ ხო, მაგრამ მაინც ხო ვლაპარაკობ. ლიკა გამოვიდა ინიციატივით რომ დღეს დავლიოთ, რადგან ძველთა ხელწელია საქართველოში. ლიკას უნდა, ნიკასაც აი ისე უნდა რომ ოცნებობს, აი ძალიან მაგრად უნდა რომ დალიოს დღეს. და ლანა იტყვის რომ აი მე ხო რავი დავლევ კი და ეჭიქას დალევს და მე ავაგაიჩვალე ვარ და მოიტყუება. რა გინდა? მართლა ერჭიქაში. მართლა ეჭიქაში. მართლა ეჭიქაში. რა, ჩამოჟაგდა. ატა. ესეც მეორე მხარე. ამ ხიდს ქვია ნოვი მოსტიო. რა გავს? ენა, სლავური. რუსულს ხა? კი, იმიტომ რომ იქ და რა გაჩხუბს? ერთი ვერ გავიგე აქ. უყური ამას? ეგვიპტე ხო არ გაგახსენო. ხო და რას ვამბობდი? ძალიან ხშირად ეშლებათ ხოლმე ჩემი სახელი და სულ მეგონა რომ Starbucks-ში შეშლებოდათ ყველაზე მეტად, იმიტომ რომ მამი რაღაც ინგლისურად დედას ნიშნავს, ჩვენი ნაზე მამას, ჰაი ჰუი, ვიღაცას მანი გონია, ვიღაც რა გონია და ვიღაც რა და რამდენჯერაც ვიყავით Starbucks-ში, ყოველთვის სწორად წერენ ჩემს სახელს, ოღონდ რატო არ ვიცი. როგორ მოხდა? ან მაიას მეძახიან ხოლმე, ან მარიას და Starbucks-ი, რომელსაც ყველაზე მეტად უნდა შეშლო და არაზოს არ ეშლება ჩემი სახელი. კმაყოფილი ვარ, ამაყი. შემოვედით საჭმელად, მე როგორც ყოველთვის არაფერი არ შევუკვეთე და ესენი უყურეთ რა დღეში არიან. ლანა როგორც ყოველთვის ბურგერის ქალი. შენ რა შევუკვეთე ნიკა? მე შევუკვეთე, ნუ ფაქტობრივად ძროხის ხორცი არის რა, რაღაცა სოუსში. რაღაც ხაჩოს მსგავსი? ხო, რაღაცა იქ. მე შევჭამ McDonald's. ყველაფერი რაც სანახავი იყო იდეაში მარტივად ვნახეთ და დაგვჭა 3 საათი და ჩვენი ავტობუსი გადის მოლიდან, რომელიც არის მოლს აქვს თავისი პარკინგი და 3 საათი ვიქნებით აქ. მოვიარეს 3 ქვეყანა: ავსტრია, სლოვაკეთი და უნგრეთი. მარტენსი ვერ ვიშოვე. Duelia orasi შეშარა. ვერ ჩამევიტანე, ვერ ჩამოვიტანე. ორივენა გავიდა. ბრუნდებით ვენაში, ხვალაც ვენაში ვართ, შემდეგ უკვე მივდივართ პრაღაში. როგორც იქნა ვიპოვეთ ჩვენი ადგილი. რა ტყან? ლამაზი. რა ტყან? ავტობუსი და კარგი სული. რა გინდა მგოგვებთ? ვითომ რა უნდა შევთავე ჩემთან რა? არა, ფსაკ ისხდნენ და ბაზრობენ ახლა ვერგავიდან ვიყურებს თვალებში არ ვერგავიგე მე ველაპარაკება და გონია რომ მაგის ენის აზრზე ვარ და ესე ვუყურებ და ვერგავიგე რა უნდა და თუმე ნომრებს ეწევს და ვერ იპოვო. ძველით ახალი წელია. გილო ცოთ. Merry Christmas. Merry Chrysler. ლიგა. პარკები. მე შემომეტანა ის რა თქმა უნდა. აიმე.
და არის ფიქრეთ იმაზე რომ უნდა გეტარებინა. ნე რატომ აბრალებთ? რო აი მამი არის ცუდი ადამიანი, იმიტომ რომ არ გვეხმარება. აქ მარტო ჩვენ რაღაცა ვერ შეძადება ყველაფერს. პირს და ყავაში მოგხდება წიქლები. რა აგრესიულები ხართ, არ შემიძლია. დღეს არის მე-6 დღე და ლანაშიც არის დიდი დღე, იმიტომ რომ ეხლა შევვალ ბელვედერეში და ვნახავ კლიმტის ნამუშევრებს. გუსტავ კლიმტის კონკრეტულად ჩემი საყვარელი მხატვრის და ძაფხია. ზუსტად იცი რო არის? ვენაშია. ლანას უნდა რომ ფოტო გადაიღოს და ვერ იღებს, იმიტომ რომ ვიდეოებს უღებენ ნამუშევარს და აქ უღებენ ფოტოს, ეხა უღებს ფოტოს ნიკა. როგორი ბედნიერია თან და რო იტანჭება. არა უშავს ლან YouTube-ისთვის გაქვს ვლოგი. საფრთხე მინდა რომ გქონდეს. კედელს უდაფარავდა ისეთია და მექნებოდა რა გავიღვიძებდი, ამას დავინახავდი, დავიძინებდი, ამას დავინახავდი. So this is love. ახლა ვარ უზარმაზარ პარფუმერიის მაღაზიაში, დუგლასში. სადაც შემეშინდა. მაინც და მაინც მე რაც მინდა ის არ აქვს. ეს არის ბალდასერინის ამბრე. მარტესები არცად არ არის, ბალდასერინი არცად არ არის, მოკლედ რა, შევწუხდი. მოკლედ მარტესს ვერ ვიყიდე, მაგრამ ჩემთვის საჩქარი გავაკეთე და პარფუმერია ვიყიდე და ტაქს ფრიც დავიბრუნე და იეი! შეუმდგარი შოპინგის მერე მოვედით ლებურგერში. ცოტას დავისვენებთ და გავბარგდებით და ვალვართ პრაღაში. აუ რა კარგად გამოიყურება, ჩემი მაკენჩიზი არის საიდი. აქ არის უფასო соусები, რომელიც შეგიძლია აირჩიო. მგონი ყველა соуსი, რომელიც არსებობს, მოიტანეს აქ. მოვიდა ჩემი ბურგერი და მაკენჩიზი. გამასწრე რა. იდეალურია. რადგან ლიკას დღეს თელი დღე არ ქონდა ნაჭამი, მოვედით ერთ-ერთ fancy რესტორანში, სადაც ესეთი სტარტერები მოგვიტანეს. ქვემოთ ბოლოში აწერია აქ მენიუს რა. In the evening we charge 5 per person for our cover. Please ask your well-trained service. რა გატყდა? სანამ დავსხედით თუ არა მოვიდა ჩვენ. აი რა პრობლემაა, რა ვქნათ ახლა? ჯამეტური. მოგვიტანეს ეს რაღაცები და კაცი არის გადასახდელი 5 ევროს. ან ვიდეაში შესაძაც უკვე ადგომას და გასვლას ვაპირებდით. მოიტანეს ესენი რომ აი всё, არა თქვენ აქ რჩებით. ნუ აქ მაინც ვიყავიო რო თქოს. The next day. ამ წამს ჰქონდა ჩეკაუთი. პრაღა. რატომ გამოვიძახე მე ტაქსი, რასაც ჩვენ სულ ეგრე დავდიოდით. ცოტა ის გვაქვს და დაგიბრუნდებით. ყილი. როგორ გწევთ აი, აი გამოგიწია ოდნა. ანუ ერთი ბარგი უკან გვიდევს, 3 აქტებს, ჩვენი ჩანთებით. დილა მშვიდობისა. ლამაზად თენდები. ლი კომფორტულად ზიხარ ხო? კარჩი ერთი რომ ეს გადაატოვოთ გატანილი აქ. ცხოლი გვეკითხება სახელებს რა და ნუ ვუთხარი მამი, ლიკა, ნიკა, ლანა და მეკითხება კუბლაშვილი? იცი? Yes? ჰა? კუბლაშვილი თქვა. კუბლაშვილი არ თქვა? კუბლაშვილი რო მინდომა თუ რა ეგოისტი ხარ პაპავა. პაპავა რა ეგოისტია. უკაცრავად გაგვატარეთ. აგოგონი. შუღეშლი. ზემოთ მოვიდეთ. ზემოთ მატარებელს რა? ზედა პლატფორმიდან გადის და იმიტომ. Солме драсы. დონდურმა. წადი წაიღე რა შენი ორ ოთახნახევრიანი.
იმენა ლიკა დუპლექსითაა წამოსული. არა აქ სადღაც ერთხელ ადრე მოვიდა. აი ეს არის 11.10 ჩვენი პრაღაში. 11-ზე დაგდება. ამოვბარგდით მატარებელში და უბრალოდ აი ხა აქ უნდა ჩავტვინოთ მთელი ჩვენი ბარგი. ხე? რა? AirPods-ი ვერა, მაგრამ 5 სატივი ვარ. ნორვეგია. აუ ლანა ქალის მოტანი ხარმაცაიყო. ზაღმა გაიარა და პირველი რეაქცია. ლანა თქვი კიდე? გოგონი დახმარება ხوار გნებავთ? უკარგეს ქუჩაზე აღმოჩნდა ჩვენი აპარტამენტი და ბედნიერები ვართ. კცი ვართ? კი, ძმაოსიო. დაუბრა სადიმას. ხედი ხალხო. ვაი. დატოვა ჩანთან. ანუ არა. მაგ მამი გულში მწყევლის უეჭველი. აი მე ძალიან ცუდად. აბა როგორ ახარ მამი? ოჩახ. I'm strong. Strong. და გამოვახციეთ გარეთ და ნოსტალჯია. ძალიან ახლოს ვართ ჩარლზ ბრიჯთან. ეს ხედე ძალიან ხშირად გაგივლია. 2000 რომელში? 2014. მე ვიყავი 2019-ში. და არ ვიცი, ძალიან მიყვარს. რაღაც ნუ კაზლოვნაში მოვედით, შევუკვეთეთ საჭმელები. ჯერ სტარტერი მოვიდა სოსისი, რომელიც იმედი მაქვს რომ მომეწონება. ლეკა ეს რა არის? ეს არის ჩეხური ტრადიციული საჭმელი, როგორც ჩვენ ხინკალი გვაქვს, ამათ აქვს ასეთი სვიჩკოვა. საკურვის ხორცი, თავისი соусით, ცრომეული ასე ვთქვათ. ეს არის ამათი ტრადიციული საჭმელი, რომელიც ქვია სვიჩკოვა. როგორც იქნა შევჭამ. რატომ მიყურებს ყველა? ეს ის არის ძალიან ცნობილი იუთუბერი. მილიონი subscribe-ერი რო ყავს. გასვამოდი დამავიწყდა. დღეს დაღლილები ვართ. ნამგზავრი, ცოტა გავისეინეთ, ვჭამეთ და ხვალ უკეთესი რაღაცები გვალდება წინ. იეი. The next day. დღეს არის მე-9 დღე და ახლა მივდივართ breakfast-ის საჭმელად და შემდეგ ავთვალიერებთ ისო პრაღას. აქ შეგახსენებთ რომ იმისთვის რომ უფრო მეტი გაიგოთ ჩვენი მოგზაურობის შესახებ არ დაგავიწყდეთ რომ Instagram-ზე შეამოწმოთ ჩემი ჰაილაითები ამ მოგზაურობასთან დაკავშირებით და უფრო ცლად გაიგებთ ჩვენ მოგზაურობას. მითხარი რომ ჭამა გიყვარს ისე რომ არ მითხრა რომ ჭამა გიყვარს. მე დავიწყებ. არა კაცო. ანუ რა არის ეს? შუსის არის უეჭველი რომელსაც კარამელი აქვს და ეს უეჭველი იქნება. რეკა ეს არტიშენია. ეს ქათმის ბოული. მეორე ქათმის ბოული, ეს არის დესერტი, ყავა, მაჩა, წყალი და მე. რადგან ისინი ჭამენ და მე ვერ ვჭამ, სავარაუდოდ გაგიჩნდებოდათ აქამდე კითხვა თუ რატომ ვერ ვჭამ, იმიტომ ვერ ვჭამ რომ ვარ ფიქიითერი, რაც ნიშნავს იმას რომ არ მიყვარს ბევრი რაღაც, როგორც არის ბოსტნეული, ხილის უმეტესობა, ასევე არ ვჭამ ძის ნაწარმიც დიდად არ მიყვარს, ხორციც არ მიყვარს, ზღვის პროდუქტებსაც არ ვჭამ და ესეც ჩვენი ჩარლზ ბრიჯი. რატომ მივდივართ? მე რა ვიცი. მივდივართ, რა ვიცი. ჩვენ ახლა ამოვედით პრაღის სასახლეში. სასახლესთან. არა? სასახლესთან ვართ ახლა. ჯერ ხომ არა, ხო შევდივარ შით. სალამაზია. ლანა კალდავა გბროგები. ფუფ. გაცმიდე კამერა. და აქ არის ერთ-ერთი Starbucks-ის მაღაზია, სადაც ულამაზესი ხედია და მან უნდა გადავიღო TikTok-ი. აქ არის გაუსაძლისად სიცივე. და ყურები აღარ მაქვს.
თან ფოტო მინდა. ვანდას ისადა. მოვედით იმ ცნობილ Starbucks-ში პრაღაში. ანუ ხედი ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია პრაღაში, რაც უნდა ნახოთ რა. მიუხედავად იმისა, ნუ კი Starbucks-ია და აი რა არის იგივე, მაგრამ ისეთი ხედი აქვს, ისეთი კარგი გარემოა, რომ აუცილებლად უნდა მოხვიდეთ. ოღონდ კარი აქვს დასაზეთი ცოტა. რაც შემოსულები ვართ, სულ გვავიწყდება რომ შაქარი წავიღოთ, ვიყიდოთ მაღაზიაში და მედალანას გვიყურეთ. ლანა მოდი აქ. აუ ბაზარი არა, მოიცა. ეგ ხარი მამია და მე. ეს ჩემი. იმე ვარ. ჩავყარო ბარემ ჩაჭაში. უკვე ისე ვარ, რომ აი უშაქრო ყავა სვამ ზოგადად. ეგ. ხოდა ანუ ერთ კვირაზე მეტია უშაქროს ეწევი და ანუ მართლა მივეჭვი. უშაქროს ეწევი? ახლა ნახეთ რა განახოთ. უზარმაზარი წიგნების გვირაბი, შიგნით რომ ჩაიხედავ, აქვს ქვემოთ და ზემოთ სარკეები და გონია რომ უსასრულობამდე წიგნები არის. ძალიან მაგარია. ნაი. ვაუ. ან გონია რომ უსასრულოა. ძლივს რაღაც ვიყიდე და ნუ მიჭამ მენა ან მაზრია აქ რო იმენაი შევუძროთ ახლა მამიას ნამცეც არ მოგვიგდებს პირველად ჭამს შენ წინი არ და დამენახე რომ მან დაფერა ავლიკ აი ხა ვიზიანდები ძალიან მიხედა ჯამთელობას ლიკა პაპავა ყოველთვის ჭამს ჯანსაღად მაგრამ ყოველთვის ყველას აკნინებს რომ არაჯანსაღად იკვებებიან, მაგრამ როდესაც მენიუს შეუკვეთავ და მოვა შენი საჭმელი, ამას გაგისინჯავ, ჩაადებს ესე თიც, არა, მუჭს და ეს არის გადაზვიადებული მოყოლილი, რომელიც არის სისულელე, არ დაუჯეროთ, იმიტომ რომ ძირითადად დაჩახალი ლიკა. საკეთებ. რაკენი. ლიკა, აი. იპოვეთ ძლივს. აი, სახში მიდივარ ხო ამის მე? ნავი ამიციარული, არა ხო, გახოცები, თორე ხა ბოთლებს, იმიტომ რომ ძიმია ეს ბოთლები. წავედით. ლიკამ ვერ გაითვალისწინა რომ ბუდაპეშტში და პრაღაში დაჭირდებოდა ქეში და იფიქრა რომ მხოლოდ ბუდაპეშტში დაჭირდებოდა ქეში, ამიტომ ძირითადად თანხარაც ჰქონდა ჩარიცხა ბარათზე და პრაღაში სულ მთლიანი ფული რაც აქვს დარჩა, ბარათზე დარჩა ძირითადად თანხა და ვანახე რა დაგჭა გთხოვ ქეშად. ლიკას ფული პრაღაში 50 კრონი რითიც, აი რას იყიდი 50 კრონა? ანა კომის სუპიგის ჩვენ სახთან 80. ტუალეტს გამოვიყენებ ორჯერ. ტუალეტში შევა ორჯერ და всё. ისეთი რაღაც მოხდა რომ ლიკას ჰქონდა მისაცემი ნიკას 100 კრონი რა და ლიკას ჰქონდა ჩემთვის 50 კრონი მოსაცემი და ნიკა აძლევს 2.50-იანს რა. როგორც კი მისცა ლიკას გავხადა რომ უი ქეში მაქვს და ლიკას ვეუბნები ლიკა 50 მომეცი. უი ფული გააქვს. არა თუ რამე ლიკა დაგპატიჟებდა. აუ ძალიან საყვარელი მაღაზია. აუ ეს გაფავებულია. მე მეკონა ითანთალებდა. ითანთალებდა. თანთალი როგორია? თანთალი ჟელიფონი და თანთალებდა. მე ნუგადა რაღაცები ავიღეთ. აბა. ეგ რა არის ნიკა? მოგესალმებით მეგობრებო, დღეს გვანახებთ რა ვიყიდეთ 50 ევრო. ჩვენ გვაქვს ჩინი, ასევე გვაქვს ჩიპსი, პისტაშიო, ლიკას ჯანსაღი იოგურტები ვანილის არომატით, პეპერონები, აისბერგები, ბეკონი, მაჭამე, უი. არ ვიცი რა არის ეს. აუ ეს ამხელა ყველია. ლიკას კარაქი, ნიკას ფუნთუშები, პოპკორნი. აბა გვაქვსო მიკროტალღოვანიო. ეგ გასქურაა ნიკა.
ეს იქეთ იყო ბიჭო, ვინაში იყო? ეს სამი ტყუა ვიყიდეთ? აქ ვერ ვიზავთ? კი კაცო. კი კაცო. გოსტნეული. ჩეკინ. ბიო პური არის ეს. ზეთი, მანელი. მაიკროვეივი არის, ანუ წერია რომ არისო და ფაქტია რომ არ არის. ანუ არცად არ არის. მოგყავებული. ვენაში იყო გეუბნები. What the fuck? ეს არ არის ამის ქვით არის. ეს ნუ კაი, ეს რო ჯანსაღი გონია მიხმართ. პიცები შევიდა. აი ეს კიდე რა ვეღარ დაიწყო. აი. ოი, პიცა ამასობაში მზად არის. ვუყურებთ ფილმს კარლოვი ვარიზე, სადაც მივდივართ. ეს ფილმი არის გადაღებული კარლოვი ვარში. მე ნიკა და ლანა ვფიქრობთ, რომ ჩეხეთი არის ძალიან ძვირი ქვეყანა სხვა ქვეყნებთან შედარებით. აქ რაც ღირს დაახლოებით $1400, აქ იყიდება 1700 ევროდ. საჭმელი ძვირია, კიდევ რა არის ლანა ძვირი? ფულთან ერთად ლანას ინტერნეტის აღარ აქვს. გაწერია? არც ელთი, არც რაღაცა მათი GSM-ი არაფერი. ლანა დარჩი უფულად მეც. შენ რატო დარჩი უფულად გაქვს კიდე ფული? შენზე აქვს ეგრე. 2 დღე დაგვჭა ხო? ჯამში. კიდე ხვალ მიდივართ მილიონერების ქალაქში. ეხლა ცახს დაგვჭა. როგორ ვიცხოვროთ 50 ევროდ პრაღაში? 3 ეფში. და ლიკას კიდე 2 ევრო. პრაღამ ჩვენ ჯიბები გამოფხიკა. ძალიან გაფხიკა. ფასდაკლების აზზე არ არიან. ანუ ნაიკები, რომელშიც მე გადავიხადე ფასდაკლებით 100 евро და ისე ღირდა 130 евро რა. 98 გადავიხადე მგონი რა. და აქ ხირდა ეს 170, 170. სიგიჟია. ამ წამს მოვჩით და ახლა გამახსენდა რომ ვლოგში მქონდა ჩასასმელი. მოკლედ ვიყავით ცვილის ფიგურები, როგორიც არის ჯიმ კერი, როგორც არის ბევრი ცნობილი მსახიობი ანჯელინა ჯოლი, მერლინ მონრო, ჩარლი ჩაპლინი და ასე შემდეგ და ამ წამს გამოვედით და ვთქვი რომ მეთქი ბაიმე ვლოგში ჩასმა დამავიწყდა. ეხლა ველოდებით ლიკას წასულია იმისთვის რომ იყიდოს ჩემოდანი, რადგან არაფერი აღარ ეტევა ჩანთაში და ველოდებით ჩვენ სამი რომ იქნებ ოდესმე მოვიდეს, მაგრამ როგორ გვიპოვის არ ვიცით, იმიტომ რომ ლიკასაც აღარ აქვს ინტერნეტი და ჩვენ გასაღები არ გვაქვს სახლის, ამიტომ ასე ქუჩაში ვზივართ, ველოდებით, არ ვიცით როდის მოვა, იმედია არ გაერთო შოპინგით და 35 წუთი აღარ ვიქნებით ასე ტყუილ. შენ რა ინტერნეტზე ხარ? ბატას free Wi-Fi-ზე. კი, ჩვენ დიდრები. გოგარი. 250. ბოლო კრონებით ნაყიდი საჭმელი. ანუ ყველაფერი მეკავრება და ესკეპიცარი, ანუ პარაშოკის ზედა. ჩავსვა მამას. მთელ ვლოგში იქნება ტუები. ლიკა. მართლა? არა. ვერ მოვიცმინეთ, იმიტომ რომ დაღრილები ვართ და წამოვედით. ლიკა არ ჩანს მაღაზიაში. აქ უნდა ეყიდა ბარგი. ლიკა. აი. სად ხარ? რა არის? ეს არ გინდოდა საგორიალო? მაგას ვინ ატარებს ლიკა? მე ანუ და შენ ჩანთას კიდე ზემოდან? ხო, ეს ჩავაბარე. რადგან აქეთ ლიკა გასახდელში მივიდა, გადავიხდიო. The next day. დღეს კარლოვი ვარში მივდივართ. აი იქ მივდივართ, სადაც ის ფილმი არის გადაღებული, აი იქ მივდივართ, სადაც არის ის ფილმი, აი იქ მივდივართ, სადაც Last Holiday არის გადაღებული, რომელიც ვუყურეთ. რომელსაც ვუყურეთ დაახლოებით 2 დღის წინ. ლანა.
ჩვენი ბასტოფი ვერ ვიპოვეთ. იმის ქვემოთ ხო არ არის? სადა აქვთ ხოლმე ამ ფლიქსს ბასებს გაჩერება? ვერასდროს ვერ გავიგეთ. მოკლედ მოვასწარით ჩვენ ავტობუსზე. ავედით ისე აღმოჩნდა რომ ჩვენი მძღოლი ვინც იყო დააგვიანა მანაც სამსახურში. მძღოლმა ძალიან გაგიმართლათ, მეც დამაგვიანა სამსახურშიო და დროზე ამოდით ავტობუსში და გავედით კარლოვი ვარიშიო და კარლოვი ვარიში ვართ. შენ და ლიკა აპირებდით განებებას. არა, შენ და ნიკა. მე არა. კი. აი, დამაგვიანეთ, всё. არა, შენ კითხვის ბაზარი არა. მე? არა, ნიკა. ერთი კითხვა მაქვს. შტატივირისთვის. აი, წერან იყავი იდეალურ ხასიათზე, რა მოხდა ხა ესეთი? ლანა, გამასინჯე რა შენ იყავა. ნიკა კარლოვი ვარიში აგდებს 2 ცენტიანს, რომ თავისი მიზნები აუსრულდეს. 1 ცენტიანს. როგორ მოგწონს ნიკა კარლოვი ვარი? რაღაც ბორჯომს მახსოვს. ნიკა შენ როგორ მოგწონს? კაია თან ბორჯომს მაგონებს. ლანა შენ როგორ მოგწონს? რა ძალიან. რას გაგონებს? სანტრედიას. ხალხის კარლოვი ვარიში როგორც ბორჯომში არის სამკურნალო წყალი, აქაც ეგრე არის და ძალიან ბევრი ადამიანი ჩამოდის აქ იმისთვის რომ ეს წყალი დალიოს და განიკურნოს. აი ეს არის ის წყალი, რომელსაც ჰქონდა საუბარი. ტესტი აბა. მოყვა შეიცვალა ფორმა. არა კაია. თან კაია. არის წყლზე ვაკ. ხოცი. ცხელი არა. ვაუ, ძალიან დელიკატესია. ძალიან კარგი არის. კარგი არ არის, მაგრამ ეს მინერალური წყალი არ უნდა ჩაასხა პლასმასში, იმიტომ რომ თავის თვისებებს კარგავს. მაგიტო იყიდება ეს ჭიქები, რომ ან პლასმასში არ უნდა ჩაასხა რა, იმიტომ რომ თავის თვისებებს კარგავს. ან ხო ხედავ ფორმა შეუცვალა, ბოთს ისეთი სხელი არის. მოვედით იმ სასუმროსთან, სადაც Last Holiday არის გადაღებული, რომელიც არის Grand Hotel Pupi და ისვენებდა Queen Latifah. და აი, ბოლოსენაში აი აქ სხედან ეგ და მისი მეგობარი და ეუბნებიან რომ კიბო აღარ გაქვსო. და ახლა შევალთ შიგნით და დავათვალიერებთ როგორი არის. როგორი უცნაური გრძნობა არის რომ იქ იმყოფები, სადაც ერთ-ერთი ჰოლივუდის ფილმი არის გადაღებული. ესენი ეხა არის, ანუ ვინც ამ ეს სასტუმრო ხო ძალიან დიდი ხნის არის და ვინც ამ სასტუმროში იყო ცნობილი და სასწორებლად ქვემოთ ანუ იმ ფილაქნებში აქვთ ჩასმული რომელ წელს იყვნენ ჩამოსულები, ანუ ზიგმუნდ ფროიდი იყო 1915-ში, ჯონ მალკოვიჩი იყო 1919-ში, დიკაბრიოც იყო. ის საბაგირო რითიც ადიხარ ზემოთ და უყურებ მთელ კარლოვი ვარის არის დახურული და ჩვენ არ ვნებდებით და უნდა ავიდეთ ფეხით. იმედია არის ფეხით ასასვლელი და პრობლემა არ შეიქმნება. აზრზე არ ვარ, სადავდივართ. ულამაზესი ხედი გველოდება, ზემოთ არ დავნებდეთ. აი ნახე რა, ასასწაულია. ლიკა, დავკარგეთ პაპაო. She's alive. სუსოდნა. მოვედით. ო, ლიკას თავს უყურებ. ლიკას ხარ? თავს. აქ თუ არ მოხვედი და პური არ ჭამე კალაკით და პეპელონით რა მამული. მარტო ჩვენ ვართ. წეღა ვიღაც წვილი შეგვეჩეხა მთაზე და ისე ხონა შოდი რომ დამცინეს. ამოვედით და რესტორანი დიანა, რომელიც არც ფუნქციონირებს. ლიკას სადღაც თაზე დავკარგეთ. აქ ვიღაც კაცია, განდეგილი, მარტო ცხოვრობს. ნანებს იგონე. და ჩვენ ახლა მაკაცთან მოვედით, რომ მამია გაატყავოს და შეჭამოს და მოგვაშოროს ამ ცხოვრებაში, იმიტომ რომ მაგარ ამოგვიყვარა აქ. არა, მე კი მესიამოვნელა. აი? განგაში ეს იმას ნიშნავს, რომ დავტყნეთ ახლა რა და ეს თავნა ჩავირბინოთ. ამ კოშკზე უნდა ვსულიყავით და დაკეტილია. კოშკი არა, მაგრამ აქედან განახებთ ხელს. აი ესე მიდიხარ და ულამაზესი კარლოვი ვარი.
იმდენი ხანი არაც ევროპაში ვართ, ერო გვაქვს გაყრილი და ახლა იქ ჭამთ, სადაც ერთხელ ლეონარდო დიკაბრიომ შეუკვეთა კლაბ სენდვიჩი და ქათამი რა. და საიდად პიურე მოდის ძალიან საინტერესოდ ანუ. და რა არის ეს შენი? ეს არის chicken leg, ხო? ქათმის ფეხები. ხათმის ფეხები მეც ეგრე. პარკლები ანუ. იღებ თუ გავიგდო. მეც იგი მემაქვს. არ ვართ ჩვენ პერო გასაყრელი ხალხი, იმიტომ რომ ლანას თავის კლაბ სენდვიჩი დაეშალა, ლიკას თავის პიურეს თავსახური დაუვარდა. როგორც იქნა მოვუსწარით Flixbus ისევ დღეს ისე რომ არ მირგულა. ზუსტად ამ წამს დადგა ჩვენი Flixbus-ი აქ. Good job. We did a great job. მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ვიმყოფებით მამის ბარში. დღეს ვსვამთ. იეი! ვიწყებ. 2 shots of vodka. 2 shots of vodka. 1 shot of tonic. Done. Here you go. ეგა? არა. ეს არა ჯინტონიკა. It's ვიხუმრე. შემდეგ, ახლა. კაია. Actually, it's pretty good. ძალიან გემრიელია. ძალიან მაგარია. გაგიმარჯო. Das ist fantastisch. Can you feel the next day. დღეს არის ბოლოს წინა დღე. გამოვედით შალზბრიჯზე რომ რაღაცები გადავიღოთ შტატივით. და ლანა ყავს სუთხასიაძე. გამტირალი ჩეხეთის მდინარის პირსა. ანუ მე ლაპარაკებ გაბი. Okay. გაგიკვირდებათ დამ. პირველი დღე, როდესაც დავიწყეთ ჩვენი მოგზაურობის ქართული სამზარეულოთი, ვასრულებთ ისევ ქართული სამზარეულოთი. ბარაქაში მოვედით ახლა ქართულ სამზარეულოში, სადაც უნდა დავაგემოვნოთ ქართული კერძები. აღულ წყალზე და ჰაერზე დამზადებული. ჩეხურ, პრაღულ. პრაღულ. მოგნატრებია? ხუთი. როგორი ამაყი უყურე. აბა. სასწაულია, აი მართლა ძალიან გემრიელია. შენ რა თქმა უნდა. ეს კეცი რაც არის სასწაული. ეს ბოლოდება ამის შემდეგ. საოცრად გემრიელია. შოკში ვარ, იმიტომ რომ მართლა ანუ იგი ლანა შენ მწოდი რამეს გირჩევნია ჭამა, ხო? ჩემი ეს არაკანონიერია ესეთი კერძების მიღება. ძალიან გემრიელია. ეროი. საქართველოში არ მჭამია ეგეთი. მართლა. ყველაფერი გემრიელია. არ ვიცი რას ვთქვა. ყველაფერი კაია. ანუ აი რავი. ყველა ბედნიერები ვართ და მართლა ბედნიერები ვართ. ყველა ბედნიერები ვართ, მართლა ბედნიერები ვართ. ხო, წასვლა არ გვინდოდა აქედან, მაგრამ აი ბედნიერები დავტოვებთ. ეხლა მამი ამბობდა, რომ 2 კვირის განმავლობაში გონიაო, რომ ეხა ვჭამეო და მართლა ანუ დღეს ვჭამეთ საჭმელი და ანუ დღეს ვჭამეთ პირველად მთელი ამ პერიოდის განმავლობაში იმდენად გემრიელი იყო ყველაფერი. The next day. ყველაზე მეტად ხმაურობთ ახლა ქუჩაში. მაგას ვინ ატარებს ლიკა? მე რა გინდა ლანასი მოგცე? ნახე ეს თუ იქნება უფრო მარტივია.
მგონი ვერც ეს ლოქერი ვერ ვიპოვეთ. რა ბედნიერი სახეები აქვს შეხედეთ. კაი არის, კაია, მაგ ლახა არის, კაი. მეორე ლოქერიც ვერ ვიპოვეთ. Nice. 2 საათი 3 საათზე აეროპორტში უნდა ვიყოთ. ნიკა მარტო სეილობს და ველოდებით როდის მოვა რომ დავბრუნდეთ საქართველოში. არ გინდა? ოცნებას კაცი არ მოუკლავსო. ნაჟი გახდა თქვი. არაფერი. აბა. მოვედით აეროპორტში, ვეძებთ ჩვენს ტერმინალს, 5 წუთში იხსნება გეითი. ლიკა ჩამოგრჩა. გამარჯობა. გამარჯობა. საქართველოში? არა. ამოწევე ვის რამდენი კილოგრამი აქვს? აი ვიცი მაცადე. მორალურად ემზადა. რა გადარჩენილია? არ მჯერა ეს ყველაფერი. 15, 17, 18, 19. ერთი თეთრი მინა ზუსტად. ვა, ლანა ერთად. ხო არ ხადა 500 გრამით გადარჩა. აი რა ვიცი 500 გრამით გადარჩა ეს და 800 ლიკა. მაგრამ ლიკა საერთოდ კიდე 10 კილო. 10 აღარ არის 5 იქნება ეს. 5-6. არ მინდა. ჯერა. მირჩევნია ქუთაისში დავრჩე, მაგრამ ეგეც არ მინდა მამი. ჩამოფრინდით როგორც იქნა. ვახ. კოკო. ჩამოვლენ ახლა ესე ცუდად ვარ. ეგრევე ამოვედით ავტობუსში და მივდივართ თბილისში. შევთავაზი ამათაც რომ მეთქი დავრჩეთ ქუთაისში თქვა და არაო. ესე ვშია და ამის ოჩანს რო ერთი აქ. ისიათია. მივედი მოკეთე შპაგან.